სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ მოციქულებმა სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტეს სწავლების გადაგება დაიწყეს. პირველ ქრისტიანებს ბევრი მტერი გამოუჩნდა. ურიები და წარმართნი სდევნიდნენ მათ, აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, ხოცავდნენ, მაგრამ ქრისტეს მოძღვრება უფრო და უფრო ვრცელდებოდა ქვეყანაზე. ქრისტეს შობის შემდეგ 313 წელს თვით რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და დედამისმა დედოფალმა ელენემ მიიღეს ქრისტეს სარწმუნოება. მეფემ გამოაცხადა, რომ ყველა მის ქვეშ ერდომს თავისუფლად შეუძლია აღიაროს ქრისტეს სარწმუნოება. 326 წელს დედოფალი ელენე ჩავიდა იერუსალიმში იმ ჯვარის საპოვნელად, რომელზედაც გააკრეს მაცხოვარი. ბევრი ძებნის შემდეგ იპოვა ის ადგილი, სადაც უფლის ჯვარი იყო დამალული. გათხარეს მიწა და ნახეს 3 ჯვარი. რომ გაეგოთ რომელი მათგანი იყო უფლისა, ჯვრები ერთი მეორის მიყოლებით დაადეს მიცვალებულს. მესამე ჯვრის დადებისთანავე მკვდარი აღსდგა. მაშინ ქრისტიანები კრძალვით მიეახნენ ქრისტეს ჯვარს სამთხევად. რადგანაც ქრისტიანი ბერნი იყვნენ და ყველას არ შეეძლო ჯვართან მისვლა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქი მაკარი დადგა მაღალ ადგილზე და ჯვარი აამაღლა. ესე იგი ზევით ასწია. ხოლო ხალხი თაყვანს სცემდა მას და ხმამაღლა იძახდა: უფალო შეგვიწყალენ. უფლის ჯვარის პოვნას უწოდებთ ჯვართამაღლებას და დღესასწაულობთ 27 სექტემბერს. შეგვეციოს ცხოლემყოფელი ჯვრის მადლი და წყალობა. ამინ.